გამარჯობათ. დღეს გესაუბრებით ესთეტიკურ სილამაზეზე, ანუ ჩვენი თავის მოვლაზე, სწორ მოვლაზე და სილამაზეზე, რომელიც ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რადგან ყველა ქალის სურვილი არის, რომ იყოს ლამაზი და მომხიბვლელი, ელეგანტური. ახლა ჩვენთან შემოდგომა არის უკვე აცივდა, შემოდგომა ზამთრის სეზონი საკმაოდ ისეთი რთულია ჩვენი კანისთვის და თმებისთვის, რადგან აცივდა და უკვე კანი შრება და თმებიც შრება, მოკლედ და დახმარება სჭირდება ჩვენს კანს და თმებს. ანუ როგორ დავეხმაროთ შემოდგომა ზამთრის პერიოდში ჩვენს კანს და თმას. სასურველია, რომ კანზე გამოვიყენოთ შემოდგომა ზამთრის პერიოდში მკვებავი სახის კრემები, აგრეთვე თვალის კრემიც, ხომ? რა თქმა უნდა, ყველას თავისი კანის ტიპის მიხედვით ვიცით, რომ არის ნორმალური კანი, მშრალი კანი, კომბინირებული, ცხიმიანი და ძალიან გრძნობიარე კანი. ყველაზე მეტად მაინც მშრალი კანი არის საყურადღებო შემოდგომა ზამთრის პერიოდში, რადგან ამ პერიოდში კანი კიდევ უფრო მეტად შრება და ეს მშრალი კანი უფრო რთულ მდგომარეობაშია და თან ვიცით, რომ ნაოჭები ჩნდება, ხო, როცა კანი შრება. და არც ერთ ქალს არ უნდა, რომ ნაოჭები ჰქონდეს, განსაკუთრებით თვალებთან ბატისთათებს რომ ვეძახით, ხო? რაც შეეხება გაზაფხული, ზაფხული, სასურველია, რომ დამატენიანებელი სახის კრემები გამოვიყენოთ და რა თქმა უნდა, მზის დამცავი სახის კრემები, რომ ჩვენ სახეზე არ გაგვაჩნდეს მზის ხივების შედეგად პიგმენტური ლაქები, ჭორხლი და ასე შემდეგ. სასურველია, რომ შემოდგომა ზამთრის პერიოდში, უფრო მეტად შემოდგომით გამოვიყენოთ ჩვენ სახის გამწმენდები, ანუ პილინგები, ხომ? სახის ნიღბები, რომ ჩვენი კანი გასუფთავდეს, თუ არის იქ ჭორხლი, პიგმენტური ლაქები, ხომ? იყოს სუფთა და წვრიალა სახის კანი. ასე რომ შემოდგომა საუკეთესო ვარიანტია სახის საუკეთესო პერიოდია სახის კანის გასაწმენდად, ასე რომ ძვირფასო ქალბატონებო გირჩევთ, რომ კოსმეტოლოგიური პროცედურები სწორედ შემოდგომით ჩაიტაროთ. შემოდგომა ზამთარი, მაგრამ მაინც შემოდგომა ითვლება საუკეთესო პერიოდად. და შეგვიძლია სახლშიც გამოვიყენოთ სახის ნიღბები ჩვენი კანის ტიპის მიხედვით. აგრეთვე ვისაც მშრალი და ნორმალური კანი გვაქვს, სასურველია, რომ კოსმეტიკური რძეები გამოვიყენოთ სახის კანის გასაწმენდად დილას და საღამოს. ასევე დასაბანი გელები, ხო, პენკა ქაფებს რომ ვეძახით და ყოველ საღამოს აუცილებლად ძვირფასებო დაიბანეთ სახე, იმიტომ რომ როდესაც მაგიაჟით ვიცინებთ, ჩვენი კანი ვერ სუნთქავს, ხო, და ის წამწამებიც ზიანდება, ხო? ასე რომ არ არის სასურველი, რომ მაგიაჟით დავიცინოთ, ასე რომ საღამოთი ყოველთვის უნდა დავიბანოთ სახე და წავისვათ თვალის კრემი, ღამის კრემი და ტუჩის ბალზამი, რომ ჩვენი კანი იყოს მარად ახალგაზრდა, ჯანსაღი და ლამაზი. კი ბატონო. აგრეთვე ზაფხულის პერიოდშიც, რა თქმა უნდა, ანუ ზაფხულის პერიოდშიც კიდევ შეგვიძლია გამოვიყენოთ, აი ზაფხულის პერიოდში, როცა ძალიან ცხელა, სახის სპრეი, ხომ, ასეთი სიბოროტკასაც ეძახიან შრატი, გამაახალგაზრდავებელი, ესეც ძალიან კარგია, იქ მინერალები არის. მოკლედ, უამრავი საშუალება არსებობს დღესდღეობით, რომ ქალი იყოს ლამაზი, მარად ახალგაზრდა და ჯანსაღი კანი ჰქონდეს ქალს. კი ბატონო, ახლა თმებს რაც შეეხება, მე თვითონაც ვიყებავ თმებს ქერათმაც და შეღებვა ძალიან აზიანებს ჩვენს თმებს. ამიტომ
სასურველია რომ ჩვენს თმებს მოვუაროთ ძვირფასებო, იმიტომ რომ შეღებილი თმა ყოველთვის გამომშრალი და დაზიანებულია. სასურველია გამოვიყენოთ თმის ნიღბები, მცენარეული ზეთები, ეს იქნება კასტოროვოე მასლაც ძალიან კარგია, ხომ? აბუსალათინის ზეთი ქართულად თმის ძირებში რომ შევიზილოთ დაბანამდე 1-2 საათით ადრე და შემდეგ ჩამოვიბანოთ. შეგვიძლია თმა დავიბანოთ კვირაში 2-ჯერ მაგალითად. კი ბატონო, ეს შემოდგომა ზამთარი და გაზაფხული. აი ზაფხულს რაც შეეხება, თმა შეგვიძლია დავიბანოთ ყოველდღიურადაც კი, ანუ არის ყოველდღიური შამპუნები. საღებავებს რაც შეეხება, თმის საღებავებს სასურველია რომ გამოვიყენოთ უფრო ისეთი ამიაკის გარეშე საღებავები რომ არის და მცენარეულ ზეთებს რომ შეიცავს. აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ ჩაამატოთ მცენარეული ზეთები, იყიდება აფთიაქში, იქ ამლის ზეთი, არგანას ზეთი, ქოქოსის ზეთი, როზმარინი და ქაცვის ზეთი და ასე შემდეგ, რომ ჩვენი თმები უფრო ბზინვარე და ჯანსაღი იყოს, ხო? და ლამაზი იყოს. კი ბატონო, და სასურველია, როდესაც თმის ბოლოებზე გვაქვს ჩვენ ეს ბოლოჭამიებს რო ეძახით, სასურველია, ანუ შევიჭრათ თმები, ანუ მოვიჭრათ ის ბოლოები, რომ ის უფრო ჯანსაღი და ლამაზი თმები გაგვეზარდოს და კიდევ თმებს აზიანებს შემოძვირფასებო თმის უთო, ანუ თმებს რომ ვისწორებთ და სხვათა შორის თმის ფენიც აზიანებს, რადგან ის თბილი ჰაერი აშრობს თმებს და თმები უკვე გამომშრალი აღარ არის ისეთი ლამაზი და ჯანსაღი. სხვათა შორის, როდესაც თავს ვიბანთ, ხო, სველი თმა შეგვიძლია სპეციალური ბამბის თმის შესაფუთი არის 20 წუთი და შემდეგ უნდა მოვიხსნათ და ბუნებრივად გაშრეს თმა, მაგრამ როდესაც ზამთარია, ან გვეჩქარება, მაშინ უკვე სხვა გზა არ არის, უნდა გამოვიყენოთ თმის ფენი, მაგრამ სასურველია რომ თმები ბუნებრივი გზით, ანუ თავისით გაშრეს. რაც მხოლოდ ზაფხულშია ეს ჩვენთვის შესაძლებელი, დანარჩენი პერიოდი შემოდგომა ზამთარი და გაზაფხული მაინც ფენის გამოყენება გვიწევს, ასე რომ ჩვენი თმები მუდმივად სტრესშია და ხო, აი ასე და სასურველია რომ სწორი კვების რეჟიმი დავიცვათ, კვების რაციონი ახლა შემოდგომა არის და უფრო მივირთვათ ხილი, ბოსტნეული, ხორციც, ხორცეული, ანუ ცილოვანი საკვები და ის ამინომჟავებით მდიდარი საკვები კიდევ, ხო? მცენარეული ზეთები. ძალიან კარგი არის ნუში, შემოძვირფასებო, ნუშიც, ნიგოზიც და გოგრის თესლიც. კი ბატონო. ასე რომ ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, მაგრამ მოვლა გვჭირდება ჩემო ძვირფასებო, რომ მუდმივად ვიყოთ ლამაზები, ახალგაზრდები, ელეგანტურები, ხო? და კიდევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის მნიშვნელოვანია წყალი, რადგან თუ საკმარის წყალს არ ვსვავთ, კანი, რა თქმა უნდა, გამომშრალი იქნება, უსიცოცხლო იქნება, ხო? და არც თმები იქნება ისეთი ჯანსაღი. აგრეთვე ძილის რეჟიმი, ძილი უნდა იყოს მოწესრიგებული, მინიმუმ 6 საათი ან 7 საათი მაინც უნდა გვეძინოს ღამე, ჩემო ძვირფასებო, ასე 10-11 საათიდან უკვე უნდა დავწვეთ დასაძინებლად და დილით ადრე ავდგეთ, ასე 6-7 საათისთვის და სპორტული აქტივობა, ფეხით სეირნობა, ვარჯიში, ვიღაცისთვის ცეკვა, ვიღაცისთვის ფიტნესი, აერობიკა, ფეხით სეირნობა, მოკლედ სპორტული აქტივობა და დღეში მინიმუმ 6000 ნაბიჯი მაინც უნდა გადავდგათ. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტულ აქტივობას, ძილს, წყალს, სწორყვებას და სწორ ფიქრებს, ანუ ჯანსაღ ფსიქიკას და იყავით ყოველთვის ძვირფასო ქალებო,
იყავით სულ სიყვარულით გაბრწყინებულები, რადგან როდესაც ხალი სიყვარულით სავსეა და ბედნიერია, ის ყველაზე ლამაზია, ხო? ანუ ოჯახური ბედნიერება, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ხალი ამ დროს ყველაზე მეტად ლამაზი არის, როდესაც ოჯახური ბედნიერება აქვს, ანუ ქმარ-შვილით არის გახარებული და ბედნიერი, ასე რომ ძვირფასებო, ქალბატონებო, გისურვებთ, რომ იყოთ მუდამ ლამაზები, ჯანმრთელები და სიყვარულით გაბრწყინებულები და ბედნიერები. გაიხარეთ.